Солдату надо было чем-то защищаться. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს კორესპონდენტი თბილისში 9 აპრილს საერთოდ არ იმყოფებოდა. 1999 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქცია დაარბია. აქციის 21 მონაწილე, უმეტესად ქალები, დაიღუპა. ასეულობით კი მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა შორის ასაკით ყველაზე პატარა 15 წლის იყო, ყველაზე ხანდაზმული კი 70-ის. დარბევის მეორე დღიდანვე საბჭოთა პროპაგანდამ აქციის მონაწილეთა და ლიდერების დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო. პროპაგანდა აქციის მონაწილეებს ხშირად მოიხსენიებდა როგორც რადიკალებსა და ექსტრემისტებს. ახალგაზრდა მომიტინგეებს კი გზააბნეულებს უწოდებდა. მაგალითად, 1999 წლის 11 აპრილს კომუნისტური პარტიის მთავარი პროპაგანდისტული ორგანო გაზეთი კომუნისტი წერდა: პასუხისმგებლობა ამ უბედურებისთვის უმთავრესად ეკისრებათ უკიდურესი მიმართულების არაფორმალურ გაერთიანებათა ლიდერებს, რომლებმაც თავისი მიუღებელი, აღვირახსნილი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებით უაღრესად დაძაბეს საზოგადოებრივი ატმოსფერო, შექმნეს აშკარა პოლიტიკური ისტერიის ვითარება, აიყოლიეს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის სტუდენტები და მოსწავლე ახალგაზრდობა, გამოიყენეს მოზარდი თაობის გულწრფელობა. აგრეთვე პასუხისმგებლობა ეკისრებათ პროფესორ მასწავლებლებს, რომლებმაც შესაბამისი აღზრდილობითი მუშაობა ვერ გასწიეს. იმავე სტატიაში გაზეთი აქციის ლიდერებს ექსტრემისტებად მოიხსენიებს, სისხლისღვრაში იქით ადანაშაულებს და კომუნისტური წყობის დამხობის სურვილში ამხელს. მიტინგებისა და მანიფესტაციების მომწყობნი არაფორმალურ გაერთიანებათა ექსტრემისტი ლიდერები პირდაპირ მოუწოდებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლების სამართალდამცავი ორგანოებისადმი დამორჩილებლობისკენ, სისხლის ღვრისკენ, არსებული წყობილების დამხობისკენ. ამ სიტუაციაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გაუთვალისწინებელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით კომპეტენტურმა ორგანოებმა მიიღეს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება. კომუნისტის იმავე ნომერში გაზეთს დამნაშავედ მიტინგის ორგანიზატორები გამოყავს და მათ წინააღმდეგობის ორგანიზებაში ამხელს. ასევე სამხილადაა წარმოჩენილი დამოუკიდებელი საქართველოს დროშების აქციაზე გამოტანა. წინა დღეებისგან განსხვავებით ქალაქში სტიქიურად იქმნებოდა ახალგაზრდების ჯგუფები, რომლებსაც მოჰქონდათ მენშევიკური საქართველოს დროშები. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი პასუხისმგებლობას მსხვერპლებს აკისრებდა. მაგალითად, 12 აპრილის განცხადებაში ЦК ამბობდა: უნდა გავააქტიუროთ ბრძოლა ექსტრემისტურად განწყობილ პირებთან, მოპიკეტეებთან, მოხულიგნო ელემენტებთან, რომლებიც თავიანთ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებით ცდილობენ დაარღვიონ საწარმოთა და ორგანიზაციათა, ტრანსპორტისა და ვაჭრობის დაწესებულებათა მუშაობა. ზოგჯერ აშინებენ მოსახლეობას, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებს და მშობლებს. ამ პირთა საქმიანობა უნდა აღიკვეთოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. მათ მკაცრად უნდა აგებინონ პასუხი. დღესაც ბევრს ახსოვს დარბევამდე ცოტა ხნით ადრე გამართული საქართველოს კომუნისტური პარტიის გაფართოებული პლენუმი, სადაც კომპარტიის აგიტაციის და პროპაგანდის მდივანი ნუგზარ ფობხაძე მიესალმა საბჭოთა ჯარის გამოყენების და ლიდერების დაპატიმრების გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ საბჭოთა ხელისუფლების მტრებთან მხოლოდ ენით ბრძოლა შეუძლებელია.